ვენერა როგორ ავლენს თავს პირად რუკაში, ამაზე მინდა გესაუბროთ დღეს. ნიშნებში როგორ ავლენს თავს, გარკვეულწილად ასპექტებსაც ავხსნი. მაქვს ადრე ვიდეო ვენერაზე, ვრცელი ვიდეო ჩაწერილი რამდენიმე წლის წინ, მე მგონი, მაგრამ არ მქონდა გაშლილი მაინც ზოდიაქოს ნიშნებში და ამაზე მინდა კიდევ უფრო ჩაგიშალოთ, ესე ვთქვათ. როგორ შეგვიძლია დავინახოთ, თუნდაც პარტნიორის რუკაში, ვენერა მაგალითად მისი სურვილები, მისი ესთეტური მხარე, მისი შინაგანი გრძნობები როგორ ვლინდება, ან ჩვენი მაგალითად როგორ არის მოთხოვნილებები შიდა, როგორი პარტნიორული ურთიერთობები უნდა ადამიანს, როგორი საზოგადოებასთან ურთიერთობები უნდა ადამიანს, იმიტომ რომ ვენერას როცა უყურებთ რუკაში, აი ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი ვიდეოს რო ვდებთ თუნდაც ნიშნებს, ზოდიაქოს ნიშნებში, მაგალითად თვარეებს მდებარეობას, მაგალითად მზის მდებარეობას, გონიათ ხოლმე რომ ეს მხოლოდ ძეზე არის საუბარი, ან განსხვავება რა არის მაგალითად, ხო, აქ ნიშნებში. და განსხვავება ის არის მეგობრებო, რომ ყველა პლანეტას აქვს თავისი ფუნქცია, თავისი განზომილება, თავისი სფერო. აი ვენერას სფერო განზომილების ეს არის გრძნობები, ეს არის რითი ვტკბები, რითი შემიძლია სიამოვნების მიღება ამ ცხოვრებაში და როგორ გამოვხატო ჩემი გრძნობები, რა მომწონს ჩვენი ესთეტური მხარე, ჩვენი გრძნობადი მხარე, რა ხიბლავს გარემოში ადამიანში, მაგალითად არ აქვს მნიშვნელობა და ასევე რა ხიბლავთ ჩვენში. ნიშნების მიხედვით, რომელ ნიშანშიც არის ვენერა, აი გვავლენთ თავს ესთეტურად, ლამაზად. ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა დაზიანებული იყოს ვენერა, ხო, აქ ასპექტებსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაინც მიანიშნებს, სად ვავლენთ თავს ესთეტურად, სად მოვწონვართ ადამიანებს, ან სად გვაქვს რესურსი, რომ მოვეწონოთ ამ ადამიანებს, ხო? იმიტომ რომ ეს არის, რომ თუ არის დაზიანებული ვენერა, არის პოტენციალი, რომელსაც ვერ ავლენს ადამიანი, ხა ვერ იყენებს ბევრი სხვა ტრავმების გამო, მაგალითად, ხო? არის მნიშვნელოვანი ჯერ პირველ რიგში ნიშანს უყურებთ, მაგალითად, როგორი არის ადამიანის ვენერა გამოხატული, გრძნობადი სამყარო, ესთეტური სამყარო, რა სურვილები აქვს მას, როგორ უყურებს სამყაროს, რა თვალებით, აი ვარდისფერი სათვალე, როგორც წესი ვენერასთან არის. მე მინდა მეტი სილამაზე დავინახო ამ სამყაროში, მე მინდა შევქნა ეს სილამაზე და ამიტომ, როდესაც მაგალითად კუროში ყავს ბევრი პლანეტა ადამიანს, ან სასწორში ყავს ბევრი პლანეტა, როგორც წესი მმართველთან, ანუ ვენერასთან გავდივართ, იმიტომ რომ ესე იგი ეს ვენერას თვალით უყურებს ადამიანი ამ სამყაროს, მაგალითად ასციდენტზე, როდესაც ვენერა ზის, რა დავიბადე, რა დავინახე პირველი, როგორ აღვიქვი ეს სამყარო, ეს როგორც წესი ვენერა, როცა პირველ სახლზე ჯდება, ამ ადამიანმა დაინახა როგორც ვენერა არის, როგორც სილამაზე უნდა ან შემოვიტანო, ან დავინახო მაგალითად, ხო? აი ეს ვენერას